ნაადრევი ქორწინების პრევენცია და მოსალოდნელი სასჯელისგან გათავისუფლებული მამაკაცი აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდას არასრულწლოვან თანსქესობრივი კავშირის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ელოდა, თუმცა პროკურატურის გადაწყვეტილებით ნოდარ პაქსაძე აღარ დაიშება. დღეს მოქმედი კანონით 16 წლამდე პირთან ოჯახის შექმნა პატიმრობას ითვალისწინებს. სწორედ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციას ეხება სახალხო დამცველის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც პარლამენტში მსჯელობა უკვე დაწყებულია. საკანონმდებლო ინიციატივაზე რეპორტაჟის მომზადების დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი იმ წყვილსაც შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთს ნაადრევი ქორწინების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯერ ისევ ემუქრება. ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვს. პაქსაძის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც 12 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში მეორე შვილის დაბადება დაარეგისტრირა. პაქსაძემ 19 წლის ასაკში ცოლად არასრულწლოვანი შეირთო, თუმცა ამ საკითხით 2013 წელს პირველი შვილის დაბადების რეგისტრაციისას არავინ დაინტერესებულა. მე არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მაგ კანონი იყო. თუ პირობითი მომცესდა 4000 ლარი ჯერ საქმე ვნახო ერვიშოვი მე ვერანაირად 55 დღეზე მაგთან ხას რა უნდა ვქნა ვიქნების ალბათ სახლში და დამჩებიან ოჯახის წევრების და ბაღნების შვილები. პაქსაძეების განცხადების შემდეგ აჭარის პროკურატურამ 21 წლის ახალგაზრდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. უწყებამ პაქსაძის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. ოჯახი პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. პაქსაძისგან განსხვავებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს გორის რაიონში მცხოვრები წყვილის მიმართ. ახალგაზრდებს ბავშვი 3 თვის წინ შეეძინათ. ოფიციალურ ქორწინებაში კი 2014 წლიდან იმყოფებიან. ქორწინების პერიოდში ნინო კოკაური არასრულწლოვანი იყო, გიორგი ნიბლაძე კი სრულწლოვანი. ნიბლაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 140 მუხლით აღიძრა, რაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. როდესაც უკვე აშენებულ ოჯახს ანგრევს ის კანონის ჩვენებაც ხო უნდა იფიქრონ, როდესაც ეს კანონი შემოდის ძალაში. ის კანონმა რა შეიძლება ავნოს ოჯახს და რა შეიძლება ავნოს ადამიანებს. ჩემი მეუღლე თუ მისცეს პასუხისმგებლობაში მე როგორ გავზარდო ეს პატარა. ჩემი მშობლებიც ისე სოციალურად დაუცველი და კატეგორიას მიუკეთნებიან და მე არ შემიძლია ამ ბავშვის შეჩენა. ნაადრევი ქორწინების რიცხვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა. ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით სახალხო დამცველის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო პროექტი მომზადდა. 2016 წლიდან 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები. 2017 წლიდან კი საერთოდ აიკრძალება 18 წლამდე პირთა ქორწინება. საკმაოდ ხშირია იძულებითი ნაადრევი ქორწინებების რიცხვი, ასევე ისეთი ქორწინებების, როდესაც დაქორწინების ინიციატორი არასრულწლოვანთა მშობლები იყვნენ. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველმა საჭიროდ მიიჩნია საქართველოს პარლამენტისთვის წინადადებით მიემართა. ესეც იქნება გარდამავალი პერიოდის ცვლილებები, ხოლო 2017 წლიდან ჩვენი პარლამენტის წევრების, ასე ვთქვათ, წინადადებით გავიზიარეთ და ვთქვით, რომ 18 წლამდე ასაკის ქორწინება არ იქნება დაშვებული საქართველოში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით 16 წელს მიღწეული პირების ქორწინების უფლებას სასამართლო მხოლოდ ორსულობის შემთხვევაში გასცემს. სტატისტიკური მონაცემებით 2014 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 659, 2015 წლის 6 თვის მონაცემებით კი 265 შემთხვევაა დაფიქსირებული.